Yes. I like the rhymes. All of us are born with the miraculous ability to determine the direction. Platforma მათთვის, ვინც ჩვენს მუსიკალურ მომავალს ქმნის. Red Bull Music Academy მსოფლიოს მეგა ქალაქებიდან იღებს სათავეს და უკვე მთელს გლობუსს წითელ ხართან ერთად იპყრობს. ყველაფერი 1998 წელს ბერლინში დაიწყო. დღეს აკადემიას სახლი მსოფლიოს 14 ქალაქში აქვს და ასობით DJ-ს, პროდიუსერს, ვოკალისტს თუ ინსტრუმენტალისტს აერთიანებს. მათ შორისაა ამერიკელი შემსრულებელ კომპოზიტორი ერიკა ბადუც, რომელსაც ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა. Red Bull Music Academy-ს ერთ-ერთი ლექტორი, DJ და პროდიუსერი ზედპიასი თბილის რამოდენიმე მისიით ეწვია. ქართველი მუსიკოსებისა და DJ-ებისთვის ზედის ვორქშოპი პურპურში გაიმართა. Red Bull Music Academy ნიჭიერ შემსრულებლებს წინ დიდ შესაძლებლობებს უშლის. აკადემიის ლექტორის სტუმრობაც ერთ-ერთ ასეთ მიზანს ემსახურება. იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო მთავარი ორიგინალობა. ათასობით აპლიკანტ შორის საბოლოოდ 60-მდე ადამიანი ამოირჩევა. ჩვენ თითოეულ მათგანს ვაკვირდებით ვუსმენთ აბსოლუტურად ყველა დემოს, ასე რომ აუცილებლად უნდა გამოირჩეოდე და თავი რაღაცით დაამახსოვრო. Hi, this is Zed Bias and you're tuned into Music Box. Keep it locked. სპეციალური აპლიკაციების შევსების შემდეგ რჩეულები ერთი თვით მუსიკალურ სამოთხეში ნიუ-იორკში გაემგზავრებიან. მე შევავსებ ალბათ კი, მაგრამ მიზანი არის რომ ბევრმა შეავსოს და რომელიღაცას პედი მიფიქრობ გავუღიმებს და მოხდება ერთვენ სამოთხეში. მე ნამდვილად არ მსმენია აქამდე. დიდად არის გამყირვებია, იმიტომ Red Bull ისეთი რამ არის, რომ რა ვიცი, მე მგონი ყველა მიმართულებით მუშაობს, ყველა სეგმენტზე და ვიცი რომ აი ესეთ სესიებს ატარებენ ყველგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იწყებენ ბიჭები. და ანუ მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყო ეს რაღაცაში, ყოველთვის მუსიკოსობა მინდოდა, მithina გამომდინარე რომ არ გამომდიდა ეს ნიჭი, აღმომაჩნდა ეს ნიჭი, ვარ პრომოუტერი და შესაბამისად ვერ გავაგზავნე და ვერ შევასებ ვერანაირ აპლიკაციას, იმიტომ რომ მე მგონი აზრი არის. ძალიან საინტერესო რას ლაპარაკობ მუსიკოსებისთვის ეს მისწრება არის. საქმიანი მხარის შემდეგ გართობის დროც დადგა. Red Bull-ის სტაფი რომ კრეატიულობით გამოირჩეოდა ვიცოდით და ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდით. ზედბიასის სეტისთვის ყველაზე ორიგინალური ლოკაცია მიწისქვეშეთი შეირჩა. Everybody in my neighborhood where my DJ keeps it real. Fakisparkis მიწისქვეშა გადასასვლელს მსგავს დანიშნულებას Red Bull-ი თუ მოუძებნიდა. რაღაცით წლების წინ თბილისელების საყვარელი ადგილი გვირაბიც გაგვახსენდა. სანამ აკადემიის ლექტორი ფრენის და ვორქშოპის შემდეგ ძალებს იღდგენდა, underground-ი DJ Mixo უნდა ციგამ გაახურეს. ჩვენც Red Bull-ის ერთგული მეგობრები ჩამოვიარეთ. Red Bull-ის პარტი რო იყო არ მახსოვდა, დაპატიჟებული ვიყავი და შემთხვევით მოვედი და აღმოვაჩინე რომ აქ Red Bull-ის პარტია. სიტუაცია ძალიან კარგია. ძალიან მომეწონა ეს იდეა რომ ამ ადგილას არის სწორედ გაკეთებული ეს პარტია. მიყვარს ესეთი ივენტები რო კეთდება, მაგრამ ესეთი ივენტები თბილისში არ კეთდება. ადგილი არის ფანტასტიკური, იმიტომ რომ სივრცე არის. არ გეჯახება არავინ, თავის უყურს ეკვა და უცნაური არის. პირველად არის აქ ესეთი რაღაცა. ნუ დაბსტეპს უსმენ. რაღაცებს მომწონს, ნუ რეგეისაც, მაგრამ მე თვითონ ჰიპ-ჰოპს ვაკეთებ და ელექტროს რაღაცა ჩემპიონში, რაც გამომდის იმას ვაკეთებ. ამასობაში ზედიც გამოჩნდა. It's not normal. აქაურობა ნორმალური არაა. ეს ადგილი უნიკალურია. აი ამ ჩანთაში სპეციალური აღჭურვილობა მაქვს იმისათვის, რომ პულტთან საოცრებები ჩავიდინო. მერწმუნეთ ძალიან კარგი იქნება. And I'm going to go in there and I'm going to play it. მსგავს ადგილას ოდესმე დაგიკრავთ? არასოდეს. მიწისქვეშ არასდროს დამიკრავს. შეხედე, ყველა იქაა. მე მგონი თქვენ გელოდებიან. ბრიტანელი DJ-ის სეტი Red Bull-ის მუსიკალური აკადემიის თბილისში ფეხის შემოდგმად შეიძლება ჩავთვალოთ. ენერგეტიკული სასმელი ხომ მხოლოდ ექსტრემალური სპორტის კომაგი არა. ის აერთიანებს ყველას და ყველაფერს. ჩვენც ყოველჯერზე წითელ ხართან ერთად ვერთობით. There's just little time, many tales to tell.